ეს არის ფოტო სპექტაკლიდან აიდა, მღერი აიდას, ქალაქი ესენია, გერმანია. 1990 წელს გერმანიაში იყო ფესტივალი, პროკოფიევის ფესტივალი და ჩვენი თეატრი მთლიანი შემადგენლობით წავიდა ამ ფესტივალზე. მოვამზადეთ 2 სპექტაკლი. ეს სპექტაკლი რო ვიმღერე, თეატრის დირექტორმა მიმიწვია ახალ სპექტაკლზე, ესე იგი აიდა. ჩვენმა თარჯიმანმა მითხრა, რომც არ იცოდე, უთხარი რომ იციო. ამიტომ ვუთხარი, ვიცი მეთქი და ვემზადებოდი ძალიან ისე დღეში 2-ჯერ კონცერტმეისტერთან დავდიოდი. ძალიან მინდოდა ეს აიდა მემღერა თბილისის თეატრშიც, მაგრამ არ მოხერხდა, არ ვიცი რატომ, არ მოხერხდა ამ სპექტაკლის ჩემთვის მოცემა და აი ესე წამოვედი თეატრიდან, რომ თბილისის თეატრში ვერ ვიმღერე აიდა. თბილისის ოპერაში ნამღერი მაქვს ტოსკა, აბესალომ და ეთერი, სოფლის ღირსება, იცით რა? წარსულში ჯერ ვიმღეროდი, მე ხო 10 წელი ვიმღერე მუსიკალურ კომედიაში. იქ ესე გამოვდიოდი აქეთ-იქით გუნდის გოგოები მედგნენ და ვინ წამართვა თვალის ჩინი ვიმღეროდი და ეს ხელი ასე მიკანგა და გოგოებს ეჭირათ, მაგრამ ეს ხელები რომ ძალიან არ ხო და ეს ძალიან ნერვიულობდი. იქ უფრო მეტად ნერვიულობდი. თეატრიდან წამოსვლის შემდეგ არ მქონდა უკვე სურვილი სიმღერის და რომ ვეცადე წამეღიღინებინა მივხვდი რომ ხმა დავკარგე. ამიტომ ეხლა ჩემი მეგობარი მეუბნება ნუ გიშინია მეო შენ აღიდგენ ხმასო. ეხლა რატომღაც გამიჩნდა უფრო სურვილი, იმიტომ რომ რატომღაც მინდა რომ ისევ შევძლო სიმღერა. დავიწყე თეატრალურ უნივერსიტეტში მუშაობა, რამდენიმე წელი ვიმუშავე, მე აღარ სჭირდებოდათ, მე ხმას უყენებდი მსახიობებს, სტუდენტებს. მე აღარ დაჭირდათ ეს ხმის დაყენება, მარტო სიმღერებს ასწავლიდნენ, იმღერე, როგორც შეგიძლია, ისე იმღერე და ხმის დაყენებას აღარ ცდილობდნენ იქ. და ამიტომ წამოვედი იქიდანაც რამდენიმე წელიწადი უმუშევარი ვიყავი სახლში. არც მთელი დღე ვიწექი, არ მინდოდა ადგომა, არსად წასვლა, არაფრის ხალისი არ, მაგრამ მე გამოჩნდა აი ეს სამსახური სკოლაში, ორანჟერეაში. შენ სურჯ მწვერვალებს, თოვლი რომ ფარავს, თევზს და დარიას, დიდება მარად, შენს შმაგ ჩანჩქერებს, თებიდან მარად, რომ მიჩქარიან, ჩემო ქვეყანა. ყვავილები ძალიან მიყვარს და შემიძლია კიდევაც გამომდის კარგად ყვავილებთან ურთიერთობა. ხო და ყვავილებს სული ორანჟერეაში გამომყავს და ეხლა რაღაცა მიზანი გამიჩნდა, რომ ავდგე დილით, წავიდე. აი ის რო არის შაბათ-კვირას რო ვისვენებთ, ერთი სული მაქვს, რომ ვაიმე შაბათი არ დავდივარ, კვირასაც არ მივდივარ და რა ხდება იქ? ერთი სული მაქვს, ეხლა არ დადეგებია. არ დადეგებია, მაინც დავდივარ. სამსახურში დავდივარ ველოსიპედით. ძალიან მახარებს ეს ველოსიპედი. ძალიან კარგი ემოციები მაქვს გზაში, ბევრს მოწონს. ზოგს არ მოწონს, ცხოველებს მაგალითად. აბრკოლებებიც მაქვს, სასიამოვნო ისინიც ურთიერთობაც მაქვს ხალხთან. ბევრი იმ დღეს მივდიოდი და მძღოლი იყო ქალი. იმისი ავტობუსის მძღოლი და იქიდან გადმომიწია ყოჩახო ხელი ხო და რომ უხარია ხალხს და რაღაცა მეც რაღაცა სიხარული მაქვს ხოლმე გულში. აი მოუწოდებ ჩვენ ახალგაზრდებს კი არა.
ჩემი ასაკის ხალხსაც მოუწოდებ, სხვათა შორის ბევრი შემოვნატრის, რომ დავლივარ ველოსიპედით, ვაიმე როგორ მინდა მეც ასეთი, როგორ მინდა მეც ასეთი და სად შეეძინეთ და ყველას ვეუბნები, ოღონდ იარეთ, ოღონდ გავბევრდეთ. ხო და მე რაღაცა იქნება.